საქართველოს ეკონომიკა კვლავ აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7,9% შეადგინა. ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. ეს იმ დარგების ჩამონათვალია, რამაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7,9%-ით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგება. კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში. 2026 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 19%-ით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი შემცირდა 33,7%-ით. თანმიმდევრული ნაბიჯებითა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ ზრდის ტენდენციები მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. საქართველოს დემონსტრირებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 7,9%. იანვრის ეკონომიკური ზრდა არის გამორჩეული და საქართველოს არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ევროპაში გამორჩეული მსოფლიოში. საქართველოს მომავალშიც გააგრძელებს დარწმუნებული ვარ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის დემონსტრირებას და ეს შედეგები ბუნებრივია მოსახლეობის კეთილდღეობის დონის მატებაზე აისახება. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობი იყო ის ტენდენციები, რომელიც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, კერძოდ როგორც მოგიხსენებათ, ექსპორტის მოცულობამ 480 მილიონი $100 შეადგინა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 68%-იანი ზრდა ჰქონდა იანვრის თვეში. ხელისუფლების ამოცანაა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების მაჩვენებელზე, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზე, ქვეყანაში შემოსავლებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამისთვის კი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს რეალისტური გეგმები აქვს. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ ეკონომიკის მართვის კუთხით, მათ შორის ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით, რკინიგზის მიმართულებით, სხვა სფეროებში. ბუნებრივია ეს თანდათანობით კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბუნებრივია ეკონომიკის განვითარებას. წინასწარი პროგნოზით დაახლოებით 5% უნდა ყოფილიყო წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველ წელს გადაჭარბებით ასრულებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს. შესაბამისად, აქაც იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა გვექნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე არის გათვალისწინებული საბიუჯეტო პროგნოზით. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ შარშან მოგვიწია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება, კორუფციული რისკების პრევენციის მიზნით. ამით საბოლოო ჯამში ამის ხარჯზე ვერ დაიხარჯა დაახლოებით 400 მილიონი ლარი გასულ წელს, თუმცა ეს 400 მილიონი ლარი გადმოდის მიმდინარე წელს. შესაბამისად, ესაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქერებას. ამ სტატისტიკებს როცა ვხედავთ, ორი რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ. პირველი, თუ რამდენად სწორად გააზრებულად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება მის ეკონომიკურ პოლიტიკის განხორციელებაში, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში არის ობიექტურად და იმ თავდასხმების ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის ქართველი ხალხი ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქიდან, ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ეს ერთი. და მეორე, ახლა წარმოიდგინეთ, აი ეს ელჩების ყოველდღიური თავდასხმები რომ არ იყოს საქართველოს, რომ არ იყოს მეხუთე კოლონის დაფინანსება საქართველოში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებასაც და ეკონომიკურ სტაბილურობასაც. რომ არ ყოფილიყო მათ დაფინანსებულ მეხუთე კოლონას რო არ ჩაეშალა ნამახვან ჰესი. და ეხლა ჩვენ ვალები არ ქონოდა გადასახდელი და ჰესის მშენებლობა ქონოდა, რომელიც კიდე დამატებითი ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა. რომ მათი მეხუთე კოლონას არ დახვედროდა ტურისტულ გემს ბათუმში და არ გაებრუნებინა უკან, იმიტომ რომ ფული გადაუხადეს, რომ ესე გააკეთებო. აი იმ ხალხმა გადაუხადა ჩვენი ეკონომიკური ზრდა რო შურსო, თვითონ რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს. აი ხა დავფიქრდეთ, რომ თუ რამხელას დაგვექნებოდა
საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პროგნოზები აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს. მათ შორის EBRD-მა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.